CSKO-ში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ჯერთი აღიარება არის იმისი, თუ რა ფორმით მიდიოდა ერთ-ერთი ფორმა ყოველ შემთხვევაში გაყალბების, რომელიც იყო ის, რომ არ თხოვდნენ ადამიანებს პირადობის დამტკიცებას და დასტურებას და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის, ანუ კარუსელების ლეგალიზება. ეს მაჩვენებელი არის იმისი, რომ ძალიან ნერვიულობენ ერთის მხრივ და ემზადებიან არჩევნებისთვის, ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძულებული გახდებიან რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, ჟობს უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, თუ რამდენად ემზადებიან, ესე იგი, იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა, მაგრამ ესეც არ გამოუვათ, მაგრამ ეს მისი ნიშანი არის ჩვენთვის წინააღმდეგობის პლატფორმისთვის, რომ რასაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენს უნდა მზად ვიყოთ და მზადყოფნა ნიშნავს პირველ რიგში ის, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება, ეს არის სწორი გზა და ჩვენ ყველანი ერთად ამაში უნდა ვემზადებოდეთ.